ამინ სახელითა მამისათა და ძისათა სულისაცმინისათა ღმერთმა დააგლოცოთ, გააკურთხო და აღსრულებული მსახურების მადლი შეგეწიოთ, გააკურთხო და წყალობა მოგცეთ ღმერთმა. გავაგრძელოთ ყოველდღიური სახარების კითხვა. დღეს იკითხება ლუკას სახარების მე-11 თავის 23-26 მუხლები. რომელი არა არის ჩემთანა, მტერი ჩემი არს და რომელი არა შეკრებს ჩემთანა იგი განაბნევს. რაჟამ სული არა წმინდა იქ განვიდეს კაცისაგან. მიმოვალ ურწყულთა ადგილთა და იძიებს განსვენებასა და არა პოვის. რქვას მივიქეთ სახლისავე ჩემსა, ვინაიცა გამოვედ და მოვიდეს და პოვოს იგი განშვენებული და შემკული. მაშინ წარვიდეს და მოიყვანეს სხვანი შვიდნის სუნი უბოროტესნი მისა და შევიდეს და დაიმკვიროს მასშინა და იქნეს უკანასკნელი კაცისა იმის უძვირეს პირველისა. მაცხოვარმა ეს სიტყვები გააჟღერა. აი უზუსტად გუშინ იქნა წაკითხული სახარება, იმას უნდა შევეხოთ ორიოდე სიტყვით, რომ მივხვდეთ დღევანდელ სახარებაზე კონტექსტთან ამოგდებული არ იყოს. როდესაც მაცხოვარმა განკურნა ყრუმუნჯი შეპყრობილი იყო ეშმაკეულები და ეშმაკეულს ის ეყავდა ეს დამძიმებული ეშმაკს, რომ ვერ მეტყველებდა და შესაბამისად არც ეს არ ესმოდა და შესაბამისად ვერ მეტყველებდა. ბოროტისაგან იყო შეკრული და ესეთი ადამიანი განკურნა მაცხოვარმა. მისგან განასხა ეშმაკი. და ამის შემდგომ იქვე შეკრებილი ფარისევლები ამბობენ ესეთ სიტყვებს, რომ ესაო არათუ სახთო მადლით, არამედ ბელზებულით, ანუ ეშმაკის ძალითო განასხამსო ეშმაკებს. და ამის შემდგომ მაცხოვარი ზუსტად მათ მხილებაში არის და ესეც მხილების ნაწილი იყო დღევანდელ დღეს აკითხული სახარებაც, ფრაგმენტი, ეს მუხლები, რომ მე მაცხოვარი ამხელს, რომ როგორ შეიძლება რომ ეშმაკი ეშმაკს დაუპირისპირდეს. როგორ შეიძლება რომ ეშმაკის მიზანია რომ ადამიანი შეკრას და სულიერად დაღუპოსო და როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი ეშმაკის დახმარებით პირიქით დაეხმაროს ადამიანს და შეკრული ადამიანი გახსნას. და მე კიდევ სხვადასხვა შედარებები მოყავს რომ სახლის პატრონთან მიმართებაში და ასე შემდგომ და აი შემდგომ მოყავს ეს ზუსტად დღევანდელ წაკითხული მუხლების რომ მე კი არ ეშმაკის ძალით კი არ განვასხამ, არამედ ღვთის თითითო სულიწმინდა, რაც ნიშნავდა სულიწმინდის მადლს, როგორც ერთობას მამისა და ძისა. ანუ მე კი არ განვაბნევ და მე კი არ უპირისპირდები ღმერთს, არამედ სახთო მადლით განვასხავ ეშმაკებს. და კიდევ ერთ სამხილებელს ამბობს, მე თუ ეშმაკის ძალით განვასხავ ბოროტებს, შვილნი თქვენი რითი განასხავენ. შვილნი თქვენში მოხსენებული არიან მოციქულები, რომელსაც ხელმწიფება მიეცათ სულთაზე და არაწმინდათა. და აბა მე თუ ბოროტის ძალით განვასხავ, თქვენი შვილები, მოციქულები, ჩემი სახელით რო განასხავენ. აბა მათ გაეცეთ პასუხი, მათ საქმეს გაეცეთ პასუხი. ანუ ჩემი თავით განვასხავ ბოროტებს შესაბამისად და მაშინო თქვენ ამიტომაც გახარებთო თქვენ ზედა სიკეთეა მოწეული. ანუ თქვენ წინაშე განკაცებული მესია, რომ არა სახთო, ანუ ვინმე კი არ მჭირდება რომ განვასხა და ვინმე სადმილოცვა, არამედ სახთო ჩემივე ძალით განვასხავ, იმიტომ რომ მოციქულები ჩემი სახელით განასხავენ. და აი ამის შემდგომ არის რომ მე კი არ განვაბნევ, აი რომელი არა არ ჩემთან მტერ ჩემდარს, რომელი არა შეკრებს იქ თანა განაბნევს. ანუ მე კი არა ვარ გამბნეველი, არამედ შემომკრებელი ვარ ყველა ადამიანისა სულიერებისაკენ, მარადიულობისაკენ და ღვთისაკენ. მე ვარ შემკრები და არა გამბნეველი, როგორც ეშმაკია გამბნეველი. და შემდგომ ეს სიტყვები რომ სულიო რაჟამ სული არაწმინდა იქ გავიდეს კაცი, ანუ ეშმაკი გავიდეს კაცისაგან მიმოვალს და რო არ ნახავს და მოიქცევა, ეს პირველ რიგში მიმართებული არის იმ საზოგადოებისადმი, რომელიც ესე არაწმინდებით ცხოვრობდა. რა იყო არაწმინდები, წარმოიდგინე სახთო განკაცებული ღმერთი დგა მის წინაშე და სასაულს რო ვერაფერი ვეღარ მოუფიქრეს, ეს ეშმაკით განასხავს. ანუ თავის დროზე ამ ხალხს ბევრჯერ ყოფილა ისეთ შემთხვევაში და სიტუაცია ჩავარდნილი და რა სიტუაციაში, რომ წინასწარმეტყველებს კლავდნენ, დევნიდნენ, მერე უფალი მოაქცევდა, სინანულად მოაქცევდა, ისევ ესე რომ ვთქვათ, განასხამდა მათგან ეშმაკს და ეს ხალხი თვითონ მოექცეოდა, ისევ ცოტა ხანში რაღაც მოხდებოდა, ისევ ღმერთ ზურგს აქცევდა, ისევ კერპებისკენ წავიდოდნენ. ჯერ ამ სიტუაციასაც ამხელს რომ ესე იქცევით. ანუ ბოროტი ზუსტად ესე იქცევათ, როდესაც
თქვენ თავიდან შეინანებთ და მერე გულს, სიბოროტეს და კერპებს გაუხსნით და უფრო ცუდ მდგომარეობაში ვარდებით. და აი უფრო ცუდ მდგომარეობაში განკაცებულ ღმერთს დევნიან. არა წინასწარმეტყველებს და არა მართალ ადამიანებს, უკვე განკაცებულ ღმერთსაც დევნიან თავისი არასწორი მიმართებითა და აზროვნებით. და ეს ყველა დღევანდელ დროში ჩვენ ადამიანებსაც განეკუთვნება ეს სიტყვა. როდესაც პირველი ეშმაკი განვალს ადამიანს, როცა ნათელს იღებს და ეშმაკს ძალა ეკარგება უკვე ადამიანზე. მაგრამ ადამიანი თუ არ ცხოვრობს ისე როგორც საჭიროა ცნებებით სულიერად, ზნეობრივად და არ ცდილობს ადამიანი ისე ვთქვათ სრულ იყოს და რაც რისკენაც არის მოწოდებული რომ სრულ იყავითო ვიცათ მამა ჩემი ზეცთა ისროლარს ეს ეშმაკი როდესაც ხედავს თავის დროზე ჩვილი იყო თუ მოზარდი იყო რომ განაგდეს მისგან და ნახავს რომ გამშვენებული რისგან ცოდვებისგან გამშვენებულ სულს რომ ნახავს ახ არის ნახსენების სიტყვა 7 და 7 ნიშნავს წმინდა წერილში ხშირად ხვდება 7 მრავლის ამღნიშნელად ანუ არა 7 კონკრეტულად, არამედ მრავალი ბოროტი მოვა ესეთ ადამიანზე, დაიმკვიდრებს მასში და უძვირეს, ანუ ცუდად შექმნის სულიერად, ცუდ მდგომარეობაში ამყოფებს სულიერად და ცუდად დაამთავრებს მე ადამიანი, თუ რა თქმა უნდა, სინანულით ზურგი არ აქცია ბოროტს. ეს ნათელღებულზე ადამიანზეა საუბარი. მე გადმოვიტანო ჩვენ ეკლესიაში მყოფ ადამიანებზე, რომელსაც მიუღია ესე რომ ვთქვათ ქრისტე ზიარებულა ქრისტეს გულში ჩაუკრავს შეუნდვია თავისი ცოდვები მღვდლის ხელით და გასულა პერიოდი და ზურგი უქცევია ამ ყველაფრისადმი და აი ეს ადამიანიც საბრალო მდგომარეობაში ჩავარდება და თუ არ შეინანებს აი ბოროტის მდგომარეობაში ამყოფებს რომ ნახავს მის სულს გამშვენებულ სოდებით ერთი კი არა მრავალი ბოროტი მივა და მრავალი ბოროტი დაიმკვიდრებს მასში და ეს ადამიანები თუ არ შეინანებენ და ირიქით უფალი ჩვენი თქმილია მოწყალე მამა არის რატო ვაყოვნებთ რატომა კარგი ვერ ვიცხოვრე შემეშალა ზურგი ვაქციე უღალატე გაუცნობიერებლად ღმერთს მოდი ზრუნველი მამა გეძახის მოვედი ჩემ და ყოველი მაშრვალი და თვითმძიმენი და მე განგისვენო თქვენ ეს სიტყვები არა ბრძანების ტონით არის ნათქვამი, არამედ როგორც ზრუნველი, მშობელი ეუბნება თავის შვილს, რომელიც გზას არის აცდენილი. ესე გვეუბნება, რომ მოდი ჩემთან, არა სხვაგან, არამედ ჩემთან მოდი, იმიტომ რომ ჩემი ტვირთი და ჩემი უღელი ტკბილია და მსუბუქია და მე განგისვენებთ თქვენ. ამას გვპირდება უფალი. და რაც თავარია ზუსტათაც ამაზე საუბარი, რომ სინანული და ერთგულება შემდგომში აუცილებლად. გადაუხვევ გზას, მოდი სინანულად, მაგრამ აქ ხარ, იყავი ერთგული. არ ვფიქრობთ, რომ გადაუხვიოთ ამ გზიდან კალაპოდიდან ამოვარდეთ, ბოლომდე დავრჩეთ ქრისტეს ერთგულები. რომ ნახეთ ბოროტი როგორი ჩასაფრებულია. პავლე მოციქული ხო ამბობს სხვაგან, რომ უბრალოდ პეტრე მოციქული. ეშმაკი როგორც ლომი მტღვინავი ისე მიმოვას, ეძიებსო ვინც თანდგას. წარმოიდგინეთ ჩვენთვის გასაგებ ენაზე, როგორც აი გაბრაზებული ლომი. ისე დადის და ელოდება ოღონდ ვიღაცამ მისეს ნება რომ მასზე იძალმომრეოს სოდვებით იმ წუთშივე არა ერთი ლომივით არამედ მრავალი ლომივით დაესხმევიან ადამიანს თავს და სულიერად ნაფლეთებად გვაქცევენ ესე რომ ვთქვათ. ამიტომაც დავჭით ქრისტეს ერთგულები რომელიც მოგცემს იმ მადლს იმ სულიერ ცეცხლს რომელიც ცეცხლიც არ მისცემს საშუალებას ეშმაკებს რომ გაგვაშოროს ტაძარს, გაგვაშოროს სულიერებას, გაგვაშოროს ახსარებას, სინანულს, ზიარებას. და რა თქმა უნდა, დაცემები იქნება, მაგრამ აი ამ წიაღში იყავით. ამ კიდობანში ისხედით, რომელი კიდობანიც აუცილებლად გადაურჩება ამ ქვეყნიურ განსასწრებებს, პრობლემებს და აუცილებლად მშვიდობის ნავსაყუდელში გაგვიყვანს. ერთმა დაგლოცოთ, გავკურთხოთ მშვიდობა და სიკეთე გაგიმრავლოთ. ჩვენთან არის ღმერთი.